სიმართლე გითხრათ, სულ პირველ ჯერზე რომ მომწერა გურამმა, რომ 1 ნოემბერს იგეგმებოდა ფასკუნჯის დაბადების დღის აღნიშვნა, მას მერე იმ წუთას ხო ჩავინიშნე. დრესკოდიც ხო დავიცავი და მას შემდეგ მოკლედ ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებოდი დღევანდელ დღეს ერთი მიზეზის გამო, რომ გამეცანით ის ადამიანები, რომლებიც დადიხართ ფასკუნჯში და რომლებიც მეგობრობთ გურამთან. რატომ? იმიტომ რომ სიტყვათა შეთანხმება სულის საზრდო. ერთხელ მაინც ხომ გქონია ჩვენ ცხოვრებაში განცდა, რომ აი ეს არის ჩემთვის სულის საზრდო, ხო? და რამხელა ამბავია, როცა ამ საზრდოს აღმოვაჩენთ ხოლმე. ასეთ საზრდოს უანგაროდ და უცნაურად ბევრს გვთავაზობს ეს სივრცე. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა და იმ ადამიანებისთვის, ვინც მე აქ გავიცანი, მათთვისაც აღმოვაჩინე, რომ მართლაც აი ამ მარგალიტების პოვნის საშუალებაა, ხო? რეზო ინანიშვილი რო ამბობს, რომ ჩემი მოთხრობებში გაბნეული სიკეთეა და ამ სიკეთის ამოკრეფვა უნდა შეგვეძლოსო და ამ სიკეთის ამოსაკრეფად არისო ეს მოთხრობებიო, ზუსტად ესეა გაბნეული სიკეთე ფასკუნჯის პრაქტიკულად ყველა შემოთავაზება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო, საკუთარი თავი მაპოვნინა ბევრი თვალსაზრისით აქაურობამ, რომ არა გურამი მე არასდროს მაგალითად ვერ გავბედავდი, რომ მესაუბრა გურამ დოჩანაშვილის სამოსელ პირველზე, რომ არა გურამი ვერასდროს ვერ ვილაპარაკებდი იმ თემებზე, რომელ თემებზეც ესე ჯერ ისე მოგწერს ყოველი შემთხვევისთვის, მერე მეორეჯერ მოგწერს უფრო სერიოზულად და მესამედ უკვე შენც რო არ დახვდე რაღაცა საპასუხო რეაქციით უკვე წარმოუდგენელია და მადლობა ამ ენთუზიაზმისთვის და მადლობა იმისთვის, რომ უკეთეს ხდი ირგვლივ ყველას და ყველაფერს.